არ გეტყვით, რომ ეს ადამიანი თანამედროვე დათათუთაშხია, თუმცა რამდენიმე წელი აბრაგობაში იმყოფებოდა. ამიტომაც ამბავს, რომელსაც დღეს გიამბობთ, თავისი გრაფის ეგედიც ყავს, მუშნის არანდიაც, არქიფოსეთულიც და თქვენ წარმოიდგინეთ ბეჩუნიც. სხვათა შორის, ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ერთადერთი ან თითქმის ერთადერთია, რომელიც რევოლუციონერებს დაუსყურა და წლების განმავლობაში პოლიდევნილი იყო. თავს ხან რომელ ქვეყანას აფარებდა და ხან რომელს, უმეტესად აზიურ ქვეყნებში იყო, თუმცა პერიოდულად ჩრდილოეთშიც იმყოფებოდა და უკრაინაშიც. ყველაფერი კი სწორედ აქ, საქართველოს აზერბაიჯანის საზღვარზე დაიწყო. როგორ? ამის შესახებ თავად კომკავშირის ცეკას ყოფილი მდივანი, სომხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გიგლა ბარამიძე გვიამბობს. გიგლა, ვიდრე მიამბობ შენი აბრაგობის ამბავს. მოდი მითხარი, რატომ დამთავრდი ინტერვიუზე? რატომ გადაწყვიტე, რომ ეს გზა მე როგორც ვიცი, პირველად ხარ ამ ადგილას, რაც გაიქეცი საქართველოსდან, ხო? რატო დამთავრდი? არ გეშინია? არანაირად. შიშის გზნობა დათრგუნული მაქვს, დიდი ხანია, უფლის შიშის გარდა და მარტო მაშინ გეშინოდა, როცა გარბოდი, ხო? იცი ეს გაქცევაც არ იყო, ეს იყო პროტესტის ნიშანი. აი ამ სისხლიანი რეჟიმის მიმართ, ეს იყო დაუმორჩილებლობის ნაბიჯები, ეს იყო ქმედება, მე მიმაჩნია იმის და თქმა იმისი, რომ აი თქვენ არ დაგვყვებით, თქვენ როგორც გინდათ, ისე რომ სახალხოთ, ოჯახში მოხვიდეთ, ბორკილები დაადოთ, უდანაშაულო კაცს. ამის შვენიერებას, ამის ბედნიერებას არ მოგანიჭებდა, ეს იყო პროტესტის ნიშანი, სილის გაწნის ნიშანი და კიდევ ის მაჩვენებელი შეფასებაა, თუმცა საზოგადოება შეიძლება მეც მაყურებელსაც შექმნას თავისწლება, რომ შიშის გამო გაიქეცი ქვეყნიდან. დავიწყოთ თავიდან, როგორ დაიგეგმა ყველაფერი და როგორ დააღწიე თავი ვარდოსნების უშიშროებას. ლეგენდა არსებობს, რომ იმ დროს მერაბიშვილი, არ ვიცი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა. როგორ მოახერხე, როგორ ჩამოაღწიე ამ საქართველოს აზერბაიჯანის ალბათ ვისთანაც გაზდიოდათ, განსაკუთრებით პირველ წლებში იმათთან ყოყლოჩინობდნენ, მაგრამ არც ისე იყო, როგორც საუბარი იყო. ხო, მაგრამ მართლა არ იყავი დათათუთაშხია, რომ არ გასვლოდა ჩვენთან. რა თქმა უნდა, მაგრამ აქ იყო მოულოდნელობის ელემენტი, აქ ამავე დროს იყო გათვლებით, რომ მათ ვერ განსაზღვრეს თუ ასეთ მცირე დროში მოხდებოდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა რა? ეს არის 2004 წელი, 20 სექტემბერი, საღამო ხანია დაახლოებით 8-9 საათი, ოქრუაშვილის კაბინეტში იკრიბებიან თავად მინისტრი მერაბიშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და არის მესხელი. და საღამო მიდის შეჯამებით. ვინ იქნა დაჭერილი? ამ დროს უკვე დიდი დაჭერები დაწყებულია, ხო? პრაქტიკულად დასრულებულია დიდი დაჭერების პირველი ტალღა. ამ დროს მე ვარ სახლში, ლექციებს ვკითხულობ, უმუშევარს ვერ ვიტყვი, მაგრამ ლექციებს ვკითხულობ. გუბერნატორებიდან ვარდოსნებმა გაგათავისუფლეს? არა, მე ჩებითა ვარ წამოსული, რაღაც მცირე ინციდენტი იყო, მაგრამ ის ამასთან არანაირად არ არის დაკავშირებული. ჩემი განცხადებით წამოვედი, ჯერ კიდევ 2 წლით ადრე, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს. ვარ სახლში, ვკითხულობ ლექციებს და აი ესეთი თუმცა რა თქმა უნდა ვარდოსნებთან, ნაციონალებთან მაქვს მკვეთრად უარყოფითი და მკვეთრად ცუდი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჯავახეთის საკითხები და სხვადასხვა საკითხებია. თუმცა მაპატე მე როგორც ვიცი, ვიდრე მოხდებოდა ვარდების რევოლუცია, სააკაშვილის დედას, გიული ალასანია, შენს მიმართ ჰქონდა სიმპათიები. მეშლება? მაშინ უფრო დავაკონკრეტებ როგორ იყო ეს. სიმპათიების რა გითხრათ, მაგრამ როდესაც მოხდა ესეთი ჩემი აბსოლუტურად გაუგებარი ძებნა, დევნა და მე მომიწია უცხოეთში წასვლა, ცხონებული მამაჩემი აკადემიკოსი რევაზ ბარამიძე, რა თქმა უნდა იცნობდა გიულის მეცნიერებიდან, მამაჩემი ცნობილი შემიძლია ვთქვა ძალიან დიდი მეცნიერი იყო. ქალბატონი გიულიც ამ კუთხით მეცნიერებაში იყო ჩართული და ახალგაზრდობიდან ურთიერთობა ჰქონდათ უნივერსიტეტიდან და მამა შეხვდა მათ. მე რო წასული ვარ და შეახსენა, ვის შეხვდა? გიულის, ალასანიას. იყო მისული, თუმცა ჩემგან დამოუკიდებლად ეს ხომწოდობდა. და რატომ მივიდა უნდა ეთქვა, რომ ჩემი შვილი დააბრუნე? მამაჩემი არ იყო ეგეთი კაცი, რომ ამეთქუბოთ, უთხრა გიულ
გული შენ არ იყავი როცა შემხვდებოდი სანამ მიშა გახდებოდა პრეზიდენტი ყოველ შეხვედრაზე მეუბნებოდი რა კარგი ბიჭი ხავს როგორი ღირსეული წესერი რა კარგ საქმეს აკეთებს იქ სადაც არის და რა შეიცვალა რომ ეხლა ეტაკეთ და გასაქცევად გაუხადეთ საქმე ქალბატონის პასუხი იყო მე არაფერს შუაში არ ვარ არაფერს არ ამგონია რომ მიშა ამ საქმით იყოს დაინტერესებული შენ როგორ გონია მიშა იყო დაინტერესებული რომ გიგლა ბარამიძე არა მაგრამ დასტური ფაქტია რომ მან მიცა იმიტომ რომ მე ფაქტებს გიყვებით აი კაბინეტის სიტუაციას დავუბრუნდეთ როცა ეს მოხდა როცა დაიგეგმა ჩემი ასე ვთქვათ დაკავების სცენარი ღიმილით ყვები მაგრამ არ გონია რომ მაშინ ეგეთი განწყობა ქონოდა როგორ ყვები ღიმილით ყვები ღიმილით ყვები იმიტომ რომ სიმწის ღიმილია ნებისმიერი ტრაგიზმი დრო რო გადის ღიმილში არასარკასში ღიმილში გადის რომ ეხლა მე რო აქ ამოვედი საიდანაც მე დაიწყო ჩემი პილიგრიმობა და გაქცევა აი ბუსუსები მაყრეს იმიტომ აქ ვარ მე პირველად ჯერ ძლის მოვაგენი წეგან გაკვირდებოდი და ვიდრე გადაღება ერებდი და ფიქრობდი ნეტავე ხარ ას განიცდის ხო აი რამ მკითხე თუ ამ თევას თუ დავასრულოთ ხომ და იქ იყო წინა დღეებში იყო ჩემი წიგნის განხილვა და ეს გაშუქდა ერთ-ერთ ტელევიზიაში და ანუ გაახსენდი არა იცოდნენ მაგრამ ადეში უნდა თქო ეგრო ტელევიზორში გამოდის აქამდე რატომ არ არის დაჭერილიო და შემდეგ არის პასუხი რომ კი აი გადაწყვეტილი გვაქვს მასალებს ვამზადებ და უახლოეს ხანებში იქნება სხვათა შორის უნდა თქვა რომ ოქრაშვილი ამ საქმეში არ აქტიურობდა მის კაბინეტში კი მოხდა და ეს ვინ მოგიყვა ესე დეტალები ოქრაშვილი აბსოლუტურად დეტალები იმიტომ რომ ეცაც მათ ეს საკითხი გადაწყვიტეს და იქ ავალებდნენ ადამიანებს რამდენი ადამიანი იყო ესე 4 ადამიანი და ვინ მოგიყვა ამ 4-დან და შედიოდნენ და გამოდიოდნენ ხო ვინ მოგიყვა რომელმა გითხრა ვინ გასცა შეთქმულები ასე ვთქვათ შეთქმულება არ იყო ეს იყო ჩვეულებრივი დღის შეჯამება ეს 4-ნი როდესაც იყვნენ და ამ თემებზე საუბრობდნენ შემდეგ ეს თემები გახმაურდა იმდენად რამდენადაც მათ დავალება გასცეს რომ შეადგინეთ მასზე მასალები დაიბარეს ერთ-ერთი თანამდებობის პირი თავისი არა ამას არ ვიტყვი ვერ ვიტყვი ამას იმიტომ რომ არა მაქვს ამ ადამიანისგან უფლება და მას მიცეს დავალება რომ ამ მიმართულებით ემუშავა დაიბარეს მოსამართლე რომელსაც უთხრეს რომ უნდა სანქცია დაპატიმრების გაეცა ეს ღამის 12-ის ნახევარზე ხდება და ეს ყველაფერი მოხდა და გახმაურდა ეს რა თქმა უნდა იქ სადაც იბეჭდებოდა სპეცნაზის გამოძახების ოპერაცია სპეცნაზ ცალკე დავალება უნდა მიეცეს სადაც იბეჭდებოდა დადგენილება ჩემი დაპატიმრების შესახებ ეს ყველაფერი იდეა დაჭერის იდეა იყო ადეიშვილის და ოქროაშვილი ვახსენე იმიტომ რომ გავიდა რამდენიმე წელი ოქროაშვილი უკვე პარიზშია და მე სხვა ქვეყანაში ვარ ჩემმა ერთმა მეგობარმა არც იცოდა რომ ჩვენ ასეთი ურთიერთობა ქონდა ის პარიზში ცხოვრობს დამაკავშირ უბრალოდ ერთად იყვნენ ისინი სადღაც ისხდნენ კაფეში თუ სადღაც და რო დამირეკა მე ავიღე ყურმი და მოდი და ერთ კაცს დაგალაპარაკებ თუ ვიცნობო და დამალაპარაკა ოქროაშვილი დაადასტურებს თუ არ დაასტურებს რა ვიცი ეს ოქროაშვილის პრობლემა და მე იმიტომ დავალაპარაკე ვიცოდი რომ ამ საქმეში ის არ იყო მაინც და მაინც პირდაპირ დამნაშავე და მანაც მითხრა იქნება ხომ ისი მე ის სპეცნაზიც რომელიც წამოვიდა შენ სასაყვანად ჩემი დავალება მიცემული არ იყო და მე ვუთხარი მე ვიცი და იმიტომაც გელაპარაკე რომ პირადად შენ არ იყო ამ საქმეში ჩართული ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ რაღაცა მართლა დაუჯერებელ რამეს მიყვები სპეცნაზმი წამოვიდა დასაჭერად და ამ დროს შენ გაიქეცი. როგორ მოახერხე? მოკლედ თანმიმდევრულად კაბინეტში ადეიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ დავიჭიროთ გიგლა ბარამიძე. ისე მერაბიშვილი და მესხელი ძალიან. ეს ის მესხელი, ხო? დღემდე რო გაქცეულია და ოცნება რო არ ახსენებს. სიგარეტების ჯიხურის მფლობელი ახალციხეში. პანჩურის კუთ რომ მე გამოაგდეს ახალციხიდან და მე გახდა ის ვინც გახდა ასევეა მერაბიშვილი მესხელი იმიტომ ხომ არ აქტიურობდა რომ იმ დროს როდესაც იყავი სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი მასთან ქონდა დაპირისპირება ან რამე ისეთი ინფორმაცია ქონდა მესხელთან დაკავშირებით არა ინფორმაციები მე ყველაზე ყველაფერი მქონდა და ვიცოდი რომ რას წარმოადგენდნენ ესენი ცნობიერებით და არ გამიკვირდა რაც მათ იკადრეს და რაც დამართეს საქართველოს მაგრამ მიიღეს ის რაც დაიმსახურეს და უარესი წელით მე ესე მგონია და აქტიურობდა ასევე მერაბიშვილიც და გავიგე როგორ ეს როდესაც იგეგმება ორი დღით ადრე ვიყავი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეზბალნიცაზე ეს ამ რეზბალნიცაზე ხო ვიყავი ვინახულე იქ თუ კი ვინმე შენი ფეხით მისულხარი თუ კი ვინმე საქართველოს რას წარმოვიდგედი რომ ეს ამბავი დამემართებოდა თუ კი ვინმე იყო საქართველოში ყველა იყო იქ დამხვდა დაჭერილი და საავადმყოფოში გადაყვანილი ვინახულე ძალიან ბევრი მათ შორის მოლაშვილის სასულიერო პირების დათო მირცხულავაც მეგობრებიც სხვა მეგობრებიც სხვების და საერთოდ ძიმე ხასიათით დავბრუნდი იქიდან და ეს ორი დღე ძიმე ხასიათზე და საღამოს ოდესაც მოვედი ირეკება ზარი
ირეკება თავს იკლავს ეს არის და ავიღე ტელეფონის მარტო ვარ სახში, ღამის დაახლოებით 11 საათია და ნუ აი გადაგდებული მაქვს, იმიტომ რომ ვარ კიდევ ერთხელ უმუშევარი, ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა, პრობლემებია 1000 და ვერეგუები პრივილეგიების დაკარგვას, როგორც ყოფილი გუბერნატორი, კომკავშირის ყოფილი მდივანი. შემდეგ ამაზეც მაქვს შეგვიძლია ვისაუბროთ. კი, ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ. ირეკება ზარი და უცნობი დავხედე და ავიღე ყურმილი. და მირეკავს ჩემი მეგობარი, უახლოესი მეგობარი. პირველად ვამბობ, არანაირ ნაცი მეგობარი არ შეიძლება მყავდეს, გამორიცხული ეს სიცოცხლის ბოლომდე, იმიტომ რომ ეს სისხლით არიან მოწამლულები ისე რომ იზუვერული სექტის მსგავსები არიან და არაფერი არ გამოასწორებთ. მირეკავს ლონდონიდან ჩემი მეგობარი ბატონი გვარი გითხრათ ექსკლუზიურად ხო თქვი რომ პაპაშვილი სულხან პაპაშვილი გენერალ ლეიტენანტი სულხან პაპაშვილი რომელიც არის ოჯახთან ერთად ლონდონში წასული ისიც გაქცეული ნუ გაქცეული შეიძლება ოფიციალურად არა მაგრამ გაერიდა იმიტომ რომ მასაც ბევრი პრობლემები ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან და მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება ჯერ კარდა გვარიანად შემიკურთხა ქართულად რომ აიღე ასეთო და ისეთო რა გჭირს ასეთიო და რა გინა რა ისე ვარ რა და დღეს ღამე გამთენიისას ან დილით მოვლენ შენთან და აგიყვანენ შენთან გამზადებულია ყველაფერი იცოდე შენ თვითონ გადაწყვიტე ხარ თუ არა მზად წასასვლელად მეტი არ დამირეკო და ბუნებრივი რაც თავარია მითხრა და ამისთვის უდიდესი მადლობა და დადო ყურმილი დგება საკითხი მოიცა გეუბნებია რომ დღეს ღამე ან ხვალ დილას მოვლენ შენ სასაყვანად რეაქცია როგორი იყო აი რო გაიაზრე რამდენი ხანი დაგჭირდა პირველი რა გააკეთა პირველი იყო ის რომ ბოლო დღეები მე გძნობდი მანქანით რომ მოძრაობდი ვიღაცები დამყვებოდნენ ვიღაცები კი ახლა ვიცი ვინც დამყვებოდნენ ისინი ერთი იყო Mercedes-ის ფე მეორე Opel-ის მაგრამ იმდენად უხეშად დამყვებოდნენ რომ ვიფიქრე არ შეიძლება სპეცსამსახური ესე დაყვებოდეს ესე აბა რა იფიქრე ნუ რა ვიცი მომეჩვენა მაგრამ ეს რომ მითხრა გავიაზრე შემდეგ გავიაზრე რა როდესაც სახში შემოვედი საღამოთი ღამე დაბრუნფარებიანი ჯიპი იდგა ისეთი ჯიპი რომელიც ჩვენ უბანში საერთოდ არ გვინახავს არ ტრიალებდა. ოღონდ შორი ახლოს სახლთან და რატომღაც ვიგრძენო შიგნით ვინც იყვნენ ისინი მithვალთვალებდნენ. ეს აღმიდგა ამ ზარის შემდეგ, სულხანის ზარის შემდეგ. ეს ალბათ წამებში მოხდა. წამის 1000-ედებში და რო დავჯექი ყველაზე მძიმე. იყო ეს როდესაც მითხრა მზად თუ ხარ, ეგ სიტყვაც კი მითხრა, თუ გინდა შენ თვითონ გადაწყვიტე, გაიქცევი თუ არა, რა გავაკეთო უცბად, ვარ სპორტული ფორმით, უცბად პერანგი თეთრი მეცვა და გამოვიცვალე, ჩავიცვი მუქი ფერი, ინსტინქტურად გავაკეთე. და ეგ სახლიდან აღარ გავედი, შუქები როგორც ანთებული იყო, დავტოვე, მანქანას გარეთ ისეთი დავტოვე, გადავედი აივნიდან პირველ სართულზე ჩავედი. რომელ სართულზე ცხოვრობ? მეორე სართულზე ჩავედი პირველ სართულზე და ასე ბარნოვის ქუჩით მივედი მამიდაჩემთან, ტაქსი გავაჩერე ჯერ, მამიდაჩემთან მივედი, გამოვართვი, რაღაც თანხა მჭირდებოდა სამოძრაო უცბად. სახში არ ქონდა თანხა არ გამოგიჟო. არ ქონდა შენ წარმოგიდგენიათ იმ წუთას დაუჯერებელია გიგლა იმიტომ რომ არ დაგავიწყდეს და ძალიან დიდი ბოდიში შენ იყავი იმ ხელისუფლების გუბერნატორი რომელიც იყო კორუმპირებული და როგორ ყოფილ გუბერნატორ სახში შავი დღისთვის გადადებული თანხა არ ქონდა არ წირი ვარ და არ ვამბობ რომ თანხა არ მქონდა მაგრამ სახში არ მქონდა იმ წუთას და რაც შეეხება მქონდა ბანკში არა მამასთან მქონდა ალბათ ეხლა ზუსტად არ მახსოვს გუბერნატორობის დროს ხელფასი რამდენი ქონა ბოდიში ერთი წუთი დგეთ რაც შეეხება კორუმპირებულობას ხელფასი რამდენი ქონა ჯერ ეს ფასი მქონდა 350 ლარი პლუს $1200 საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ხელფასი მქონდა შენარჩუნებული ამ ხელფას გუბერნატორის ხელფას ახალციხის უსახსროთა სასადილოში 7 წელი ვრიცხავდი და კაპიკი არ ამიღია და ის თანხა მქონდა რასაც მე ხარჯავდი მაგრამ ესე იგი ლევი ფული არასოდეს არ აღიარია მე ვარ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი გულწრფელი ხარ აბსოლუტურად შეიძლება გულდეხელი დაიფიცე ერთი შვილი ყავს და დაიფიცე გადავიწერ და მე დავიფიცებ ერთი მე ამაყება რომ მე ვარ ის მაღალი რანგის თანამდებობის პირი რომელიც არასოდეს კორუფციაში ხილებულიც კი არ იყო და 7 წელი ვიყავი იქ მოჩხრიკეს ყველაფერი და ჩემი სისხლის სამართლის საქმე აღზრეს რაზე ხულიგნობაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე მე ვარ ადამიანი რომელსაც ამაყად შემილია ვიარო ამ მიმართულებით
რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს არასოდეს ხაზია დავიჯერე ხარ რომ არ ქთამი არ აგიღია არ ყოფილვარ გატაცებული. გუშინდელი ჟურნალისტი ხარ რა? ქთამი არ აგიღია არასოდეს. არავის არაფერი არ მოუტანა. არასოდეს. გამორიცხულია ეს. და ამითავარ მე ძლიერი. მოკლედ, მიდიხარ მამიდასთან. ხო, ფულის და ასახებ. მახარ ამას ამბობ, იმასაც ვიტყვი, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ აი სააკაშვილის დაჭერების დროს, როდესაც რა თქმა უნდა არ ჩავბარდი და არ ჩავბარდებოდი სხვარივი და კრავივით, რომლის იმიტომ არ ჩაბარდი, რომ შეგეშინდა კიდევ. სისხლის სამართლის საქმე არა კორუფციის კუთხით და ამის გამო შენმა ჟურნალისტებმა, მეგობრებმა წლისძებნილად გამომაცხადეს, იმიტომ რომ ერთადერთი კაცია საქართველოში, რომელიც იძებნება არა კორუფციის კუთხით. და მე ეს მეამაყება. სხვათა შორის გიგლა ცუდ თემას უნდა შევერხო. დაუცილებლად უნდა გითხრა ხულიგნობა რა ხა ახსენე და რამე თუ ამ ბოროტი ხულიგნობა. ბოროტი ხულიგნობა შეიძლება ახლა ჩემი მხრიდანაც ეს სიბოროტე ჩათვალო, მაგრამ მე მახსოვს იყო პერიოდი, როდესაც დადიოდა ხმა. გაბრაზდები რო კითხო? ჩვენ ხო შევთანხმდით, შეიძლება გულში არ მესიამოვნოს, მაგრამ არ გაბრაზდები. კარგი, მაშინ კითხავ, შეგან მზათავარ ნებისმიერ მძიმე კითხვაზე. იყო პერიოდი, მე მახსოვს, როდესაც დადიოდა ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შენ მეგობრობდი ნარკოტიკებთან. ესე იგი, ყველაფერს ვკითხავდი და თუ რამე მემჩნევა, რომ არა ვარ სპორტსმენი, კაცმა თბილისის ზღვა სიგრძეზე გადავცურე და როგორ შეიძლება ყოფილიყავი. არა, მე არ მithქვამს, რომ ნარკომანი ვიყავი. გაგიჩხირია? მე გეტყვი ასე, სიგარეტს რო კარგი ზუსტი პასუხი იყოს, ხო? შენი გაბრაზდი ახლა. არანაირად, პირიქით კარგიცაა, ზუსტი პასუხი რო იყოს. ეხლა ნარკოტიკის არანაირად არ შევცვლია, გამორიცხულია. ლიბერალიზაცია ნარკოტიკების და რო კითხებიან პოლიტიკოსებს და მოგიწევიათ პლანი და რას ამბობთ, არ მომიწევია და მე გეტყვით, რომ პლანი არ მომიწევია, იმიტომ კი არა, რომ არ მოვწევდი, თქვა ახალგაზრდობისას, გავსინჯავდი მაინც. ვერელი კაცი ვარ და ქუჩაში ყველაფერი გვინახავს სამწუხაროდ. უბრალოდ არ მომიწევია, იმიტომ რომ სიგარეტი არ მომიწევია ცხოვრებაში. რაც შეეხება სხვას, გამისინჯავს ძიმე ნარკოტიკები. გაგვისინჯავს, უარესი კი, მაგრამ გამისინჯავს. და ეს არის ძალიან ცუდი. და კიდევ რა იცით რა პრობლემა იყო მაშინ? ვერაზე და ვაკეში მოდათითვლებოდა ეს და კარგი გოგონები ქართველმა ქალმა ეს პრობლემა მიიღო და ის ბიჭები ითვლებოდნენ ასე ვთქვათ მოდნი და კარგ ბიჭებად, ვისაც ეს გასინჯული ჰქონდა, ამას ეთამაშებოდა. აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ერთხელ ან ორჯერ ძიმე ნარკოტიკის სამწუხაროდ გასინჯული მაქვს და ვიცი რომ საშინელება და ცუდია. მაგრამ ეს იყო ერთი ან ორი შემთხვევა. ეტყობა ეს მერაბიშვილ მესხელმა არ იცოდნენ, თორე აუცილებლად ამ ბრალდებასაც წაგიყენებდა. რაიცოდა ვერაზე ან ვაკეში რა ხდებოდა სამი დღის ჩამოსული იყვნენ თბილისში. არ ამგონია, მაგრამ კითხეთ ღიად და გიპასუხეთ ღიად, ხო? თქვენობით ფორმაზე რატო გადახვედი? ესე გაბრაზდი. არა, გადავედი თქვენობითაზე, მაშინ შენობითაზე. არ გინდა რომ გაბრაზდე, მაგრამ არ ბრაზდები და რატო რა გაბრაზდი? კარგი. მოკლედ. იღებ მამიდასთან, მიდიხარ მამიდასთან, იღებ თანხას და მერე რა ხდება? მერე ხდება რა, მივდივარ მეგობართან, მეგობარია რომელიც ჩემი კლასელი არის მახარაძე, რომელთანაც 15 წელია კონტაქტი არ მქონია, ეს უცხოეთში იყო და მივედი იმიტომ რომ ვერავინ ვერ გამოთვლი და მე იმასთან მივიდოდი და კიდევ ერთხელ ბოლო დღეები სადაც ვიყავი, ყველა ოჯახი ააწრიალეს, ყველგან იყვნენ, მაგრამ იქ ვერ გათვალეს. ერთი ღამე ვარ იქ. ამ დროს მთელი დღის მანძილზე ასე ვთქვათ მუშაობ, გასვლის გზებს ვეძებ. რა თქმა უნდა, ესენი მომზებნიდან მე უფრო სომხეთის მხარეს, ჯავახეთის მხარეს, იმიტომ რომ იქ ჰქონდა კომუნიკაცია და კავშირები. თურქეთის მხარეს, იქაურ გუბერნატორთანაც კონტაქტები, წავე, ამიტომ ავირჩიე ეს მხარე, სადაც ეხლა ჩვენ ვართ, სადაც მე საერთოდ არ ყოფილა არასოდეს. და ხდება მუშაობა ასევე ჩემი მეგობრის ხრივ, რომელმაც მან შემომთავაზა, ყავს მეგობრები, რომლებიც დამეხმარნენ აქ ჩამოსვლას. გიგლა, აი ამ გზაზე აქ როგორ ჩამოხვედი და ეს ამბები ცოტა მერე მომიყევი. მანამდე კიდე ერთი უხერხული და ცუდი კითხვა უნდა დაგისვა. იმასთან დაკავშირებით, რომ თქვი რომ აი რომ დაგირეკეს, განიცადე და ასე შემდეგ. ძნელი იყო. შეგეშინდა. მე ასე მგონი, აი ამ ამბავს რომ ვისმენ, ხო? ამჯობდა ციხეში მომხდარიყავი, რის შეგეშინდა რომ ციხეში რაც მე ხმა დადიოდა რომ ცემდნენ აუპატიურებდნენ, ამის შეგეშინდა და ამიტომ გადაწყვეტე გაქცევა თუ რატო?
თუ გმირობა გინდოდა და არა პიარი და გმირობის შეთითხნის და შექმნის კაცი არა ვარ მე, მაგრამ მე ვარ ერთგულების კაცი, განსაცდელის გატანაც შემიძლია, გადატანაც შემიძლია. ვერ გადაიტანა ფაქტია განსაცდელი. შიშის გზნობაც არ მქონდა იმდენადაც, რამდენადაც უსვად გავხდი მობილიზებული. და მიზანი კიდევ ერთხელ ვამბობ ის იყო რომ ესენი არ გამეხარებინა რომ მივედით არამიძეს და მივადექით სახში გოჭივით სხვარივით როგორც სამწუხაროდ ხდებოდა დავადე და გავირეკეთ ვერ მივართვი ეხლა მე აქ ვარ თქვენ ინტერვიუს შევგან ინტერვიუს ღებულობ და ის ვინც დაკონტროლშობდა ზოგი გაქცეულია ზოგი ციხეშია ჩაყუდებული ნიშნს კი არ ვიღებ ხელიც გაქცეულია და დაკონტროლშობს ხო მაგრამ ვერ დაკონტროლშობს ცხირს ვერ ყოფს ნორი მე თავისუფლად დავდიოდი ყველგან იმიტომ რომ არ გამაგჯერა თავისუფლად როგორც ვიცი დაახლოებით 7 პასპორტი შეიძლება მე სპარამეს ვამბობ მორალურ და ადამიანურ ცოდვა ზოგს ბოდიში და ტუალეტში აყუდებენ უცხოეთში რო ხვდებიან ზოგს ფულებს ართმევენ და ზოგს პანშურებით სცემენ მე ამას გულისხმობ ფაქტები რომ ექნება ამასაც მოგიყვებით ვის გაუკეთესეს ნაციონალებს რომლებიც დახელოვნებული იყვნენ ხალხის დაწევებას და მე ამას ვამბობ რომ სადაც არ წავედი ვიყავი ყოველთვის წელგამართული და თბილისშიც ასე დავდივარ ამადგან განსხვავებით ზოგს თვითფრინაში ხვდებიან და ზოგს სხვაგან თუმცა ეს გაქცევა პირად ტრაგედია დაგიჯდა ამის შესახებ მოდი ვისაუბროთ იმ გზაზე მანქანაში აი იმ გზაზე რომელიც გაიარე შენ ვიდრე ჩამოხვიდოდი საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრამდე და იმ ტრაგედიაზეც რომელიც შეგემთხვა შენ ამ დევნილობის დროს გიგლა როგორც აღნიშნე ეს აბრაგობა შენს პირად ტრაგედიადაც იქცა ხო მამა გარდაგეცვალა ოჯახი დაგენგრა მოდი ამაზეც მითხარი რამდენიმე სიტყვა ну мама რა თქმა უნდა ძალიან ინერვიულა და 2010 წელს სისხლი ჩაექცა და 2010 წელს გარდაიცვალა ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის ის რომ мама თბილისში იყო დასვენებული და მეც ხამთას იქით ვიყავი და ვერ ჩამოვიდოდი. ეს სხვა შობელი იყო, მე სხვა შორის კონსტანტინე გამსახურდიასაც ვკითხე ამის შესახებ, რომ რატო არ ჩამოყვედი მეთქი. კი, გეტყვით, ამაზე გეტყვი. ვანო რაშია საქმე, იცი, პრობლემა არ იყო, ჩამოვიდოდი, რა თქმა უნდა, ტრაფთან დამატუსახე და ეს არ იყო პრობლემა. პრობლემა სხვა საკითხიო, ჯერ ეს ერთი უმთავრესი და უპირველესი იყო ის, რომ როდესაც мама ცუდად იყო, პირველი რასაც მეუბნეოდა, ჩვენ ხანდახან Skype-ით საუბრობდით ხოლმე, ხან ტელეფონით საუბრობდით ხოლმე, სანამ გონებაზე იყო. სულ ერთადერთს გიგლა გიტოვებ ანდერძად. ჩემი თხოვნა, აი სახალხო დედაც აქ არის, ხვებიც აქ არიან. მე რომ რამე დამემართოს, ან უბრალოდ ცუდად ვიყო, გაძლევ, აი გააფიცებ. არავითარ შემთხვევაში არ ჩამოხვიდე რომ ამ თახსირებს და ამ სალახანებს არ ჩაუვარდე ხელში და არ გაახარო და მე იქ არ მომკლავ. სულ ამას მიმეორებდა. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი და უპირველესი. ამიტომ არ ჩამოვედი და ისი აქ მეორეც არის იქ მე ტაძარში დავდიოდი ვანთებდი სანთლებს რა თქმა უნდა განვიწყოლებს მაგრამ არ შეიძლებოდა ამათი გახარება. იმიტომ ესენი ხო ბედნიერები არიან სხვის გაუბედურება. მაინც ემახსოვრებოდი, აი ამდენი წელი იყო. უდავოდ მე ხო უფრო მეტის მე კითხულობდნენ, ხო არ გალოთ და ავად ხო არ არის, რაღაცა ხო არ ჭირს. სულ ამას კითხულობდნენ. შიდა საუბრები ამათი გამოდიოდა, მე ჩვენ ხო გვაქვს კავშირები ესე დასაუბრობენ, სულ ვიცით და ამიტომ. რაც შეეხება ახლა ოჯახს, რა თქმა უნდა, ისი რა ხდება ახლა ეს წარსული ამაზე არ მინდა საუბარი, შორეული წარსულია უკვე და დრო ყველაფერს შლის ხშირად იმპერიები იშლება და პირამიდები სამხრეთ ამერიკისას გულისხმობ დროით და პრობლემები იყო რა თქმა უნდა ამ ხალხის სევდა ჩაგიდგა მე მგონი ერთად მამასთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა მაგრამ ეხლა მე ვარ ბედნიერი ადამიანი ყველაფერი წინ მიდის ამ ხრივ ყველაფერი ნორმალურად არის კარგად არის ძლიერად ვარ ეს გზა წარსულია ხო რომელიც შენ გამოიარე და გახსოვს წარსული რომელიც თავს მახსენებს ყოველდღე გასაგებია. მოდი, ეხლა ჩვენ ჩავალთ თბილისში და იქ გავაგზავნოთ საუბარი შენს სახლში და იქ მომიყევი აი ის აივანიც მაჩვენე, საიდანაც გადმოხვედი და დაიწყო შენი აბრაგობა. მოკლედ გიგლა, ჩამოვედით საქართველოს ბედნიერად საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრიდან გავიარეთ ის გზა რომელიც გაიარეთ 14 წლის წინ, როდესაც გარბოდი საქართველოსთან და ვარ ჩემს სახლში. სახლში ვერაზე.
სახლში რომლიდანაც თავის დროზე გაიქეცი საქართველოსთან. სხვაშორის როგორც მითხარი ამ სახლში 40 წელი რემონტი არ გაკეთებულა. 40 წელი, 51 წელი რემონტი არ გუბერნატორი კაცი იყავდა, რემონტის გაკეთება გაგიჭირდა. ესეა, არ გაკეთდა და სხვაშორის ეს ადგილი, აი სადაც ახლა ჩვენს ხედავთ, ძალიან ისეთი ისტორიული შეიძლება იმ თვალსაზრისით ითქვას, რომ აქ ყოფილა შაბათ კვირას, ჩვენ ოჯახში ყოფილა ყოველ შაბათ კვირას იყო ხოლმე ესეთი შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები, კეიფები. გახსოვს ეს? ნაწილი მახსოვს, ნაწილი მოყოლით ვიცი გალაქტიონ ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ანა კალანდაძე, გოგლა ლეონიძე, აკაკე შანიძე, კორნელი კეკელიძე, შემდეგ ცნობილი უცხოელი მეცნიერები, ჯონ სმიტი, ბელა ახმადულინა იყო და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანები. ეს არის მამისეული თუ პაპისეული? ეს ბაბუა, დიდი ბაბუა, მამა და ეხლა მე ვარ ამ სახლში. ყოველთვის აქ ვიყავი ჩვენ, უკვე მეხუთე თაობა არის, ცხოვრობთ აქ. დედის მხრიდანაც აქვე ახლოს არის და ამიტომ დიდი ხანია მართლაც 51 წელი არ გაკეთებულა ბოძის გიხდით რომ სიმბოლურია 41 წელი 51 წელია სიმბოლურია დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში 41 ალბათ დაემთხვა ხა იმათ ნუ გავუხარდებათ მეოცნებებს რომ ამას დავამთხვიეს მაგრამ ეს მართლა ეს ასე იყო სხვადასხვა გზაში რომ მოდიოდი რაღაცა საუბრობდი და მინდა ჩემი ერთ-ერთი წიგნი მცირე გადმოგცე საჩუქრად ეს კორუფცია კი არა ნეპოტიზმი არ იქნება ხო სამეცნიერო ლიტერატურული ნაშრომია და ბევრი მაქვს ასეთი მაგრამ ეს მეგონებ უფრო საინტერესო იქნება შენთვის ვანო და კი ამას აუცილებლად წავიკითხა მეცნიერება ლიტერატურა ესეისტიკა ხო ისიც ალბათ ბედის ირონიაა რომ წარმატებული მეცნიერი უცებ აბრაგად იქეცია რა ხო ეს ირონიაა მართლა საოცარია თუმცა მე როგორც ვიცი დევნილობაშიც თუ აბრაგობაშიც ეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ავღანეთში ხო? არ ავღანეთში გადიათ მუშაობდი თუ რასაკეთებდი? ირანში. რასაკეთებდი? აზერბაიჯანის აშტარა და აშტარა, შემდეგ არის ირანის აშტარა ესე გადავედი და შემდეგ რაშტი. ქალაქებია ეს ორივე. და რაშტის მიდამოებში ირანია უკვე იქ ვიყავი მასწავლებელი, ასე ვთქვათ, გუვერნიორი, როგორც იტყვიან ხოლმე, ვასწავლიდი ქართული წარმოშობის ძალიან დიდგვაროვანი ირანელი ქართული წარმოშობის ოჯახში სხვაგვარად ვიყავი იქ უკვე რაგვარით იყავი რა მნიშვნელობა აქვს იქ ვიყავი დადიანი ტირე იტრიელი და ბაიზამი დადიანი რატო აირჩია არ გამარჯვე ესეთ რა იმიტომ რომ აზერბაიჯანში ესე ვიყავი და იტრიელი იმიტომ რომ იტრიელი ეს არის ხოთაშორის ჩვენი კლასიკოსის ოთარ ჩხეიძის რომანია 9 წყარო და ეს არის იტრიელი ეს არის გვარი რომელიც ამოწყვიტეს კახური თავადების გვარია და ეს მინდოდა როგორღაც გასოცხლებული იყო ეს გვარი და ხო ამ გვარით მივწერე მე 2008 წლის ომის შემდეგ შემოვლითი სადაც ვიყავი იქიდან გავგზავნე პარიზში მეგობართან და იქიდან იმან გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს კი ეს ძალიან საინტერესოა ეს წერილი მე მაქვს მივწერე ჩემი ხედვა რა ხდება როგორ უნდა იყოს რა უნდა იყოს გულის ტკივილი აღშფოთება და გაგეკვირდება პასუხიც მივიღე და იქ წერია იტრიელს ამიტომ ეს გვარი აღვადგინე მე სოფლიო ასე ვთქვათ ხო მაგრამ რაღა პუტინის მიწერე არ გამაგიჟე აუცილებელი არა ჩემი ხედვა იყო რუსეთის ლიდერისთვის ამერიკის პრეზიდენტი ამაზე მიწერე და იკითხე რა მოიკლეს თავი დასახმარებლად თუ რა მივწერე რუსეთის პრეზიდენტს იმიტომ რა არ უნდა გაეკეთებინა რატო გააკეთა ეს და როგორ მადლობისთვის და დახმარებისთვის კი არ მივწერე ჩემი ხედვა ძალიან მწარე მკვეთრი რომ არ არის რომ ის სამხრეთის საზღვარი მოშალო და ერთიანი საქართველო დაშალო ეს არის დამღუპელი თვითონ რუსეთისთვის ეს იყო მთელი კვინტესენცია ამ წერილს და იყელა დადიანი ტირე იტრიელი და მომივიდა პასუხი ასოხი კი მოგივიდა მაგრამ აი რო ასწავლიდი გუვერნანტი რო იყავი ეგ მითხარ ხო ეგ იყო ირანელი არ გიტყნებოდა აქ ახლა წარმატებული მეცნიერი წარმატებული კი არა გავლენიანი ჩინოვნიკი და უცებ მინახარ და ბავშვებს ასწავლი რა ქართულს ალბათ ხო თუ არ ვიცი რა ეს ქართული საქართველოს ისტორია აი ხა გეტყვი მე როდესაც გავიგე ვინ იყვნენ ისინი და როგორ იყვნენ მე უკვე გადახტაზე აღარ იყო საუბარი მომერიდა ესენი იყვნენ ამოგენდა ცხოვრება ხო გინდა მინიმუმ ჭამა გინდოდა ასმაგი ამაც ვერ გამოვართმევდი არ გამოდიოდა ეს არის გადახვეწილი საქართველოსდან მე-17 საუკუნეში წასვლა როგორც უნდილაიძეები წავიდნენ არ ვიტყვი ახლა ამგვარს ესენი ესე წასულები არიან ძალიან კარგად არიან მყარად არიან და მათ ნათესავებს მათ შვილებს შვილთაშვილებს ისინი ყველა ნიკრიბებოდა ვასწავლდი ქართული საქართველოს ისტორია საქართველოს გეოგრაფია
და ეს იყო და ძალიან დიდი საოცარი რუდუნები და სიყვარულით ღებულობდნენ ყოველივე ამას. თავიდან გიხდიდნენ, ხო? თავიდან ცოტა ხანი მიხდიდნენ. რომ ყოფნოდა საცხოვრებლად. მეტი არაფერი ბინის ქირისთვის ირანში რამდენი რეალია, იქ დაახლოებით საცხოვრებლად რამდენი საცხოვრებლად ეხა მე რა მარტო კაც რა გინდა. ბევრი არაფერი არ გჭირდებოდა იქ ელემენტარული თანხები რაღაც და რა ვიცი ერთი სამეცნიერო მოღვაწეო მუშაობასაც აგრძელებდი ირანში თუ არა? ჩამოვედი, როცა ჩამოვედი დაახლოებით 3 ტომი მასალა მაქვს გამზადებული. ერთი არის ქრისტიანულ მისტიკაზე წმინდა მეცნიერობა და მეორე, რაც განსაკუთრებით მინდა ამაზე მუშაობდა, მე ვთხოვე ჩვენ სახელოვან ლიტერატორს როსტომ ჩხეიძეს იყოს რედაქტორი, იმიტომ რომ მან იცის ეს ყველაფერი. ეს იქნება წიგნი, პუბლიცისტიკა, ეს იქნება მხატვრული პუბლიცისტიკა, მეცნიერება და ავტობიოგრაფიულობა, გადაჯაჭვული იქნება ის პასაჟები. ეს იქნება ერთგვარი რეაბილიტაცია გიგლა ბარამიძის? ვანო იცი სარეაბილიტაციო მე არ მაქვს არაფერი. მე ვარ ადრეს გითხარი აბსოლუტურად ეხლა მინუსები ყველას ნებისმიერ ადამიანს აქვს წმინდანის გარდა. წელგამართული დავდივარ, იმიტომ რომ ნაბიჯი არ გადამიდგა ცხოვრებაში, მე ესე ვხედავ არასწორი არასახელმწიფოებრივი. შენ გაიქეცი ამ ქვეყნიდან, მე კი არა. ხო, ნუ ეს იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი, რომელსაც რაღაცნაირად უნდა პასუხი გასცე და ჩემი დაპირისპირების მანქანა, ასე თქვა, იყო ეს. სილის გაწუნა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ გემორჩილებით, არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოდივარ, არანაირ თქვათ იყო სხვათა შორის შეწყალებაზეც იყო საუბარი. ამაზე მინდოდა მეკითხა, შეწყალებას გთავაზობდა უწმინდესი, ხო? უწმინდეს უნეტარეს, როდესაც ზებნელობაში როგორ იყო, რომ უწმინდესმა გითხრა, რომ ნაციონალებთან, ასე ვთქვათ, საქმე ჩაგიწყობდა? ესე როგორ. უწმინდეს უნეტარეს, როგორც მისი მრევლის წევრი და დიდი ხანია მასთან ურთიერთობა მქონდა, მე მამასთან მეგობრობდა უწმინდეს უნეტარესი. დიდი ხანია ძალიან. მოიცა რა თქვი? მრევლის წევრი დიდი ხანიო? არა, როგორც მართლმადიდებელი, რა თქმა უნდა, რა. ანუ თან იყავი კომკავშირის ცეკას მდივანი და თან იყავი მართლმადიდებელი, ლოგიკა სადაა? ერთი მეორეს არ გამორიცხავს, არანაირად. მოდი ეს თემა დავამთავრებინე, მერე გადავიდეთ მეორეზე. და აღმოსავლეთის ერთ-ერთ აზერბაიჯანში, როდესაც ჩამოსული იყო უწმინდეს უნეტარესი, რომ ვიახლე მას, შემხვდა ძალიან მომენტი. ეს არის 2009 წელი. ჯერ კიდევ ფუთფუთებენ აქ ნაციონალები და საუბარი იყო უყვებოდი შესახებ დამეხმარა ადამიანურად სიტყვით საქმით, რა ვიცი, რაც შეეძლო და შენო არა თუ მიზანშეწონილად მიგაჩნიო, მე შემიძლიაო გიშუამდგომლო საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობასთან, რომ მოხდეს შენი საქართველოში დაბრუნება, ну მრავალი გზა არსებობს შეწყალების და მე მაშინ უთხარი უღრმესი მადლობა უწმინდეს უნეტარესო, ძალიან დიდი მადლობა ყოველივე ამისთვის, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი ბოდიში რომ არივარგებს, რადგან მე შესაწყალებელი ნაციონალებისგან არაფერი არ მაქვს და დამთავრდა ესე ეს საუბარი და შევნიშნე თვალებში, აი არ შეიძლება რომ ტანს არებს და ვიგრაგორ შენ გიყურებ ახლა თვალებში, რომ მას ესე ამონა ეს. ხო, მაგრამ ვიგლა არ ჯობდა, როგორც იტყვიან ეშმაკისთვის მიგეფურთხებინა, გეთხოვა შეწყალება და ბოლო-ბოლო დაბრუნდებოდი შენ შვილთან, მამასთან. აქ შენი შვილის კი ეკატერინე ცისიას ფოტო არის, ეკატერინე ცისიას ფოტოა. ეხლა ალბათ დიდი გოგოა ეს ბავშვი. ეხლა დიდი გოგოა, ეხლა ყველაფერი ჩვენ ის წარსული რაც იყო წავიდა, ის გადაიფურცლა ფურცელი, შე როგორც მითხარი ოჯახთან დაკავშირებით, ეხლა ახალი გამოწვევებია, ახალი ოჯახია, ყველაფერი კარგად არის ამ თვალსაზრისით და ასე ვთქვათ, ცხოვრება წინ მიდის და კი, ეს მართალია აბსოლუტურად ესეთი ნორმალური კითხვა. ბევრჯერ მიფიქრე ამის შესახებ, რომ მოდი ბოლოს და ბოლოს გძრამად ვერავინ ვერ უყო, ისევ როგორც ჩანს ნაციონალები კიდევ 10 წელი იქნება და ხო არ დაუბრუნდე. მე მგონი ეს არც და არ წასულან უბრალოდ სახელი შეიცვალა. სააკაშვილი თუმცა სააკაშვილის გაგდება ნდომებია და დანარჩენი ყველა ადგილზეა ჩვენში დარჩეს, იკატუნებენ თავს, რომ მიეცეთ საშუალება უარეს კალოებს და ატრიალებებს საქართველოში, ამიტომ ჩვენ არ უნდა მოვწყუდე და ჩვენ შენგეშინოდეს შენ მოგიწევს გაგზევა თორე როგორც პოლიტიკოსი ვამბობ, ჩვენი პოლიტიკოსი და ამის წინააღმდეგი ვიქნები და რაც შეეხება მიფიქრია, მაგრამ ცერა ვიფიქრე, რომ მაინც ეს ფორმა არის ყველაზე სწორი.
მაინც ეს ფორმა. თუნდაც ის რომ როდესაც ობამა იქნა არჩეული პრეზიდენტად, მე მას ეხლა ჩემი ეპისტოლარულმა საუბრობ, პირველი დეპეშა ძებნილმა კაცმა, პოლიტიკურმა დევნილმა ოფიციალურად გაუგზავნე მე მას თეთრ სახლში, რომ ვარ ესა და ეს ვარ ძებნილი, გილოცავთ და მთელ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ანატომია მაქვს თან დართული. რა პასუხი მიიღე? რომ მივიღეთ, არაფერი რომ მივიღეთ. არ დაიჯერა ობამამ რომ ეს ადმინისტრაციიდან მოვიდა იმ საიტზე რომელსაც ჩვენ გავგზავნეთ, გამგზავს მოვიდა რომ მიღებულია თქვენი წერილი. იცი რა მითხარი? აი ირანში იყავი, ირანშიც იყავი და ავღანეთში. სხვა ავღანეთი მე ვფიქრობ უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ნუ მაინც იქ არის რაღაცა დაპირისპირებული მხარეები, თალიბანები, ამ შემდეგ და იქ რასაკეთებდი, სად იმალებოდი? იქ როგორ მოხდა? აი გავხსნები, დაახლოებით 8-9 ქვეყანაში ვიყავი, ხო, ყველაზე კარგ პირობებში ვიყავი ავღანეთში. ვისთან ყველას ალაპარაკებში, ვისთან ვიყავი და იყო ჩემი მეგობარი ძალიან ახლო აღმოსავლეთსოდნე, რომელსაც როდესაც აქედან დავახციე შემოვლითი გზით, ხომ, ლაგოდეხიდან შემოვლითი გზით გადავედი. სადაც ვიყავი ჩვენ და გაჩვენე ის ადგილი. 2 დღეში მე ის ბლოკნოტი დღემდე შენახული მაქვს, ძველი მისამართები და დავიწყე რეკვები, დასავლეთით არა, აღმოსავლეთისკენ, როგორც ორიენტალ, როგორც აღმოსავლეთისკენ. დასავლეთში საკმარისია წასულიყავი, მაშინა დამანაყავებდნენ, ჩამაბარებდნენ, დამამბრუნებდნენ უკან და იმ ქვეყნებში სადაც მე ვიყავი ისინი იმათთან ესეთი ურთიერთობა საქართველოს არ ქონდა და რომს დავეკავებინე, ადგილზე გამაჩერებდნენ და აქ არ გამოგზავნიდნენ. და დაურეკე ერთ მეგობარს, რომელიც აღმოჩნდა ძალიან მყარად, კარგად, 10-დან 1 და ჩამოვიდა ყაზახეთში. მე ბორანით გადავედი აქტაურში, ყაზახეთში და წამიყვანა სად ავღანეთში. აღმოჩნდა მისი ოჯახი ძალიან ძლიერ ბიზნესმენები, იქ რა ბიზნესია, ახლა მე კონკრეტულად ვერ ვიტყვი და ვერც ვიტყვი და არც ვიტყვი, მაგრამ იყვნენ ძალიან კარგად. სახლი მისადგომებია ჯორებით ნარკობარონები იყვნენ? არა მგონია, მაგრამ ძალიან დიდრად და მყარად და კარგად ცხოვრობდნენ დაცვით, ჯიპებით, სატელიტი ტელეფონებით და სხვადასხვა. იქ ვიყავი მე გარკვეული ხანი. და ესეც საინტერესო პასაჟი, ერთი სხვადასხვა ისე, რო თქვათ ახლა თალიბანის, როდესაც თალიბანები იყვნენ, იქ თალიბები იყვნენ, ჰეროინის წარმოება პლანტაციები იყო დასული 9%-ზე. რა თქმა უნდა, თალიბები ცუდი ძალა, აგრესიული ძალა, მაგრამ ეხლა როდესაც არის საერთაშორისო კოალიცია, 36% ასული ჰეროინის წარმოება. აი რა საინტერესო ამბავი მოკეთებული, რომ ჩვენ კიდევ გზავა გასავლელი სამცხე-ჯავახეთში და ერთი დეტალი არის, დილას თენდება ცალ-ცალკე სახლებში, ბინებში, კოტეჯებში ცხოვრობდი და მთელი გვარი იყო იქ, უზარმაზარი ჰექტარობით და მომაკითხეს, რომ გამზადებულიაო ექსპედიცია მიდიხარო და გამიკვირდა კაცო ეს უპარდონოდ როგორ მივშვები და მე მოვიდა ეს როსტამი და მეუბნე საწყენად კი არ გეუნებიო, რაღაცა კლანებს შორის დაპირისპირებაო, დღესო თავდასხმას ველითო, გამზადებულია ქალები, ბავშვები, მოხუცები, ნუ იარაღიან გაგაცილებენ და შენ უნდა წახვიდეო ძმაო, შენი ომის აქ არ არისო. გავდივარ, გავყევარ გარეთ ესე ჩამწკრივებული ეს სახედრევისი და ქალები, ბავშვები და ამხელა ბოდიში და მუტრუკი, როგორია დავჯდე, სადღაც ქალებთან. ხო და თავი მოვიკალი, თან ფიქრობ, რა გინდა აქ არის, ისთვის გინდა, მოკლედ არ წავედი. აქეთ ვეხვეწებოდი დამტოვეო, დავრჩი ველით თავდასხმას და სატელიტი ტელეფონით მინდა დაურეკო თბილისში ჩემს ბიძაშვილს, მამა პეტრეს, დიდუფის მღვდელს, რომ თხოვო თუ ცუდათაა საქმე იქნებ ახსარება ჩავარო ტელეფონით, მაგრამ არ დამჭირდა, იმიტომ რომ მოაგვარეს სიტუაცია და ის ზალა, რომელიც თავდასასხმელად იყო წამს დამთავრდა. სამაგეროდ გონია რომ ახსარებას ახლა მემაბარებ, გიგლა ვიდრე ჩვენ სამცხე-ჯავახეთის გზას დავადგები. 221 კილომეტრი. კი ბატონო, ორი კითხვა გონ მოკლედ მიპასუხე. აი ამ წლების განმავლობაში, რაც იყავი დევნილი, თავს გრძნობდი მარტოხელა მგლად? უდაოდ. როგორ განცდა იყო ეს? როცა იცი რომ მარტო ხარ, არ არის შენიანი არავინ, კი მეგობრები რაღაცა. სი აი რომ მივდიოდი აქედან, აი მივდიოდი და სიზმარში რომ გარბი ხარ და უკან რაღაც გეკაჩება, ესე იყო და ფიქრობდი, იქნებ ტყუილია, იქნებ არა, მაგრამ თავი და გადავლახე. თუ ხარ პიროვნულად ძლიერი, შეიძლება გაკაჩო, ასე ვთქვათ. ანუ გაკაჩე, შენ იყავ ძლიერი? მე ნუ ესე გამოვიდა 9 წელი არაა ცოტა. კარგი და კიდე ერთიც მითხარი, გიგლა, აი ახლა ვინმემ რო გითხრას, რომ შენ მოგცა უკვდავება, რომ არასოდეს არ მოკვდები, დათანხმდები ამაზე? არავით, ეს ანჯოა. ეს და ამაზე მიფიქრე და მიწერია კიდეც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მარტო უკვდავება თუ ჩემიანებისკვდავები არ იქნებიან. ეს ხო ანჯოა, შერჩები და შენიანები მიდიან. შენ თავი არ გიყვარს? არა, ისე არ მიყვარს რომ ვანაცვალო ჩემიანებს. მართლა გეუბნები და სილამაზეც ადამიანის ცხოვრების რა არის? დროზე მოსვლა და დროზე წასვლა.
ხომ? და თან უკვდავების ფორმაც ხო არსებობს, მე ესე მჯერა. ოღონდ სულის უკდავება. არის ამაში ლოგიკა. წარმოიდგინე, ხარ 100 წელი ცოცხალი და შენი შვილები, ახლობები მიდიან, იტირე და შენ ხარ რა აზრი აქვს, ეგ ვისთვის ცხოვრობ, ხო? ამიტომ ამაზე ბევრი მიფიქრია და დამიწერია სხვათა შორის. აი ამ წინში იქნება ახლა. ახლა რომელიც გამოვა. კი. ხო, წეგან თქვი რომ ადამიანმა წასვლა უნდა იცოდეს, წასვლის დრო და ჩვენც უნდა ვიცოდეთ ახლა წასვლის დრო. რომ დიდი გზა გვაქვს. კი, დიდი გზა გვაქვს. ჩავახციოთ იქ, სადაც დაიწყო შენი პოლიტიკური კარიერა. ხო? წავიდეთ. არ ვიქნებ წია თუ არა, მე არა ვარ წინააღმდეგი პირი. ნუ წავალ. კარგი, მაშინ წავიდეთ კი ბატონო. ეხლავე წავიდეთ. კი, ეხლავე, აბა როდის უნდა წავიდეთ? წავიდეთ. კარგით, წავიდეთ. ესე იგი გიგლა ჩამოვედით იქ, სადაც დაიწყო შენი პოლიტიკური კარიერა. ესე გამოდის. თან რა უცბად ჩამოვედით? ხო, რა უცბად ჩამოვედით და ისე საერთოდ რა პატარაა საქართველო არა? ერთ დღეში გავიარეთ თითქმის ნახევარი საქართველო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შენ გააკეთხე სამცხე ჯავახეთში და რითიც ამ ხარეს თავი დაამახსოვრე. რა არის? აი, დღეს როცა გუბერნატორი აღარ ახარ და აქ ჩამოხვედი, ხო? რა განცდა გაქვს? რით შეიძლება იამაყო? ახლა საზღვარზე რო ვიყავით, იქ ისე არ ამიჩქროლდა გული როგორც საქართველოს აზერბაიჯანის საზღვარზე და შემოლითი გზები რო გაჩვენე, როგორც გადავედი იქ, ესეთი გაჭირვებით, მაგრამ გადავედი, იქ ისე არ აღელვებულა როგორც აქ, იმიტომ აქ რატო აღელვდი? რომ ახალგაზრდობა გაგახსენდა. ახალგაზრდა ძალიან ჯერ აქ 7 წელი ვიყავი აქა და ძალიან ბევრი მაქვს აი სიყვარული და გული ჩადებული შეძლების და გვარად მესხე ჯავახეთში და განსაკუთრებით მიყვარს ეს ხარე და მით უმეტეს სიმბოლურია რომ აი სწორედ აქა ვარ ჩვენ თამარის საუფლის წულოში წმინდა მეფეთა მეფე თამარის საუფლის წულოში და აი საოცარი განცდა ეს და შეიძლება ითქვას რომ მე თვითონა ვარ აღფრთოვანებული ამ შვენიერი ძეგლით ამ ძეგლის დადგმა იყო შენი იდეა თავის აუცილებლად ეს იყო ეს ძეგლი დაიდგა 1999 წელს ეს ძეგლი კიდევ მნიშვნელოვანი თავისი ისტორიულობით პოლიტიკური თუნდაც ესეთი ეროვნული რეალობიდან გამომდინარეა თან მესხე ჯავახეთში იმიტომ რომ ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეს არის ვიმეორე თამარის საუფლის წულო ეს მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ რომ პირველი ძეგლია მეფეთა მეფე თამარის საქართველოში და რა ძალიან საინტერესოა ეს ძეგლი დაიდგა ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იქნა გამოყოფილი მხოლოდ ჩემ არანაირი ეს შეწერების ფორმულა ჩემთან არ მუშაობდა ეს იყო მხოლოდ შემოწირულობები ნებაყოფლობითი შემოწირულობები და წარმოგიდგენიათ ეს ძეგლი 70 ტონიანი ქვიდან ეკლარის ქვიდან იმერეთშია ეკლარის ქვა იქიდან არის იქიდან დედოფალი არის მართლა ზის და ესეთი გადახურებს თავის საუფლისწულოს და იქ ეს 70 ტონიდან იქნა გამოკვეთილი ასევე ცუცქირიძე, ავალიშვილი და ცისკაძეა ძეგლის ავტორი კონკურსით გამარჯვებული, ჩვენ გამოაცხადეთ კონკურსი, ერთი თეთრი არ აიღეს მათ და ასევე არის ეს უშურველად ნამუშევარი. ამ ძეგლის დადგმა მნიშვნელოვანი იმ დროის საქართველოში. განსაკუთრებით ეს არის უპირველესი მეფე საქართველოს და თან სამცხე ჯავახეთი, ტაო-კლაჯეთი, მესხეთი, ერუშეთი, შავშეთი, ვარძია. რუსული ჯარიც გადის. ეს არის პერიოდი, საერთოდ პარადოქსია. ესა მე რითი შემილია მეტნაკლებად ვიამაყო, ცოტა მეუხერხულებად ჩემ თავზე ამდენი საუბარი, მაგრამ ეს არის პერიოდი, როდესაც მესხე ჯავახეთიდან ჩვენი თანამონაწილეობით გადის რუსი მესაზღვრეები. ანუ გავიდნენ. ეს არის მაშინ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, მე როგორც ვრცელდებოდა კი. იმდროინდელი მოკავშირის მოკავშირის და ნაციონალების ერთიანობის გამო. წინააღმდეგებოდა და ცხონებული საჯაროს. კი არ უნდოდა საჯაროს რომ დაპირისპირებოდა მოკავშირის ლიდერებს, რადგან მათ არ უნდოდათ საერთოდ გაეხმაურებინათ რომ ესეთი რაღაცები ხდებოდა სამცხე ჯავახეთში. პარალელურად გავიდა მესაზღვრეები.
ახალქალაქის 62 დივიზია გავიყვანეთ. უშუალოდ მე მონაწილეობდი ამაში. 76 ტანკი ერთი კვირის განმავლობაში გავიყვანეთ სომხეთის მიმართულებით. ჩემი ხელით არის ჩამოხსნილი ჯავახეთის 2 რაიონში სამთავრობო სახელმწიფო დაწესებულებებიდან არა ქართული სახელმწიფოს დროშები. და აღმართე ქართული. აღმართე ჩემივე ჩამოხსენი ის დროშები და აღმართე საქართველოს დროშები. გაიხსნა უნივერსიტეტის ფილიალი ჯავახეთში. ჩასახდნენ აჭარლები. ეს ყველაფერი კომპლექსში დაგვირგვინდა მეფე თამარის ძეგლის შენებლობი და პარადოქსია რომ ამდენი რამ გაკეთდა. ბევრი შეიძლება დაკეთო ოპერატიული სიტუაცია მოწესრიგდა, პოლიტიკური სიტუაცია მოწესრიგდა და მე გამხადეს ძებნილი. ხო, აი გიგო, ეგ მინდა და საოცრება. ჩვენი საუბრის დრო პრაქტიკულად იწურება და აი ამდენი რამე გააკეთე, თუნდაც სამცხე ჯავახეთში, თუნდაც ის რომ დადგი თამარის პირველი ძეგლი ქვეყანაში. როგორ ფიქრობ, სამშობლომ დაგიფასა? იქნებ გიღალატა სამშობლო. სამშობლოს ეს ისეთი მცნება სამშობლოს ვერ შევეთამაშები ესე, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტებმა რომ ვერ გაითავისეს ეს და ამ წარმომადგენლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ კარგი ადამიანები გაეძევებინათ საქართველოსდან დევნის თვალსაზრისით და ეს ამის კლასიკური მაგალითი არის თქვენი მონამორჩილი გიგლა ბარამიძე, ეს ფაქტია. როდესაც ისინი ჩვენ წვალობდით და შრომობდით და საქმეს ვაკეთებდით და არანაირ ეხლა როა სქემები ფინანსური არ ვიყავით გარეული და მილიონებს აკეთებდა წინა ხელისუფლება და არც დღევანდელები აკლებენ, ჩვენ მაშინ საქმეს ვაკეთებდით და ნაცვლად ამისა აღმოჩნდით 9 წლიანი ძებნილები. აი ეს არის პარადოქსი ქართული სახელმწიფოს. სამშობლომ არ დაგაფასა. სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეიძლება ითქვას. რატო დაბრუნდი? დაბრუნდი, იმიტომ რომ მე ვარ ქართველი. მე ვარ ჯიშით, მოდგმით, ცნობიერებით, წინაპრებით. მაშასადამე ევროპელი? მე ვარ ქართველი და მაშასადამე ქართველი. არა ევროპელი? ნატო თუ რუსეთი? საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა. არც ერთი და არც მეორე, უპირველეს ყოვლისა საქართველოს. თავისი დასავლური, იბერიულ კავკასიური დასავლური ორიენტაციისა და არანაირი, აბსოლუტურად ვერ, როგორც შეგეკამათები, როგორც მეცნიერი, საქართველოს თავისი გზა აქვს. ეს გზა, რომელიც გამოჭედა მან ჯერ კიდევ მედეას დროს. ხო? ეს არის ჩვენავარ თანადამფუძნებლები და შემქმნელები ევროპული ზოგად საკაცობრიო ცივილიზაციის, ქართული იბერიული კავკასიური ცივილიზაცია და ნუ გაყვედრიან დღევანდელი არასამთავრობოები ნატოსა და ევროპაში შესვლას. საქართველო ისედაცაა ევროპის დამფუძნებელი. დიდხან შეიძლება, მაგრამ დრო მართლა აღარ გრჩება. რამდენი როგორ მე გავიყვანე, მე თანამონაწილე ვიყავი და ვაქტიურობდი რუსის ტანკები გამეყვანა. სააკაშვილმა შემოიყვანა და რუსეთი 22%-ის ოკუპირებულია. ოკუპანტია, დიახ, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება არის ოკუპანტი. რა თუნ ამას თქვა და ჩვენ მე გავიყვანე ჯარები და სააკაშვილმა უკან დააბრუნა და ის არის ევროპელი და მე არა ვარ ევროპელი. ლოგიკა სადაა ბატონებო? ევროპაში არ იმალებოდი, აბრაგობას არჩევდი აზიურ ქვეყნებში. ეს კიდე ცალკე საუბრის თემა. აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაირწა ცივილიზაციის აკვანი. 4 მსოფლიო რელიგია ბრიუსელში არ დაფუძნდა აღმოსავლეთში. კი ბატონო. დღეს ჩაგახედე სარკეში? დაგანცდა დაგეუფლა, აი როდესაც იხსენებდი წარსულს. ჩაიხედე სარკეში? ჩავიხედე სარკეში, კი სარკეში. ეს არა მრუმე სარკე. აბსოლუტურად გულწრფელი იყო. თავის თავთან? მე ვგონებ აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი. ჩემ თავთანაც და ისეთი ნიჭიერი პროფესიონალი ჟურნალისტი ხარ, ვანო რომ ნებისმიერს ალაპარაკებ. ამ ალაპარაკი იმ თვალსაზრისით რომ ხალისი გამიჩნდა საუბრის. ესე იგი არნანობრო დამფარფლე შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უხერხული კითხვა იყო, რომელზეც უფრო მეტი პასუხების გაცემა მინდოდა და უკმარისობის გზნობაც კი დამრჩა, აი საზღვარზე რო ვიდექით, ეს იყო საინტერესო და საშუალება მომეცი გავხსნილიყავი. შენი დამსახურება უპირველეს ყოვლისა, მე ვგონებ. აი ერთ წუთს გაძლევ იმისთვის, რომ თქვა ისი თქმაც ვერ მოასწარი. ძალიან ბევრი რამის თქმა, სამცხე ჯავახეთი იყო საქართველოს ერთიანი საქართველოს, ოღონდ ფართო მასშტაბით სამცხე ჯავახეთი ერთიანი საქართველოს აკვანი, აქ დაირწა ბაგრატოვანები, აქედან მოდიან და ღმერთმა ქნას, რომ დღეიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანებისთვის ქმედება და ბრძოლა და ცხოვრება რეალურად. აი ეს არის მთავარი. მომავალში ძალიან სერიოზულად, მომავალში ისე როგორც ჩართული ვარ ძალიან აქტიურად პოლიტიკურ საქმიანობაში, ისე როგორც სამეცნიეროში და ძალიან ბევრი სერიოზული საქმეები გვაქვს გასაკეთებელი ჩვენ მომავალში. ხარ გინდა თბილისის მერობა?
არა, ჩემ გეგმებში ეს არ შედის. ჩვენ გეგმებში არ შედის. თავისუფლად შევარდნაძე თავაზობდა. ესაც კი, თავაზობდა შევარდნაძე, როდესაც აქ ვიყავი, მე იყო სრული ოღონდ პოლიტიკური ოპერატიული სიტუაცია დაალაგე ჯავახეთში, ის შლაგმომბები იყოს აღებული და სხვადასხვა და მე შენ ხედავ, მისი სიტყვებია, ჩემი არც მომივიდოდა აზრად, ან თბილისის მერად, ან რომელიმე ძალისმიერი სტრუქტურის ხელმძღვანელად, ან ანტიკორუფციული სამსახურის უფროსად. ეს იყო მისი სიტყვები. შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შენს სახელს უკავშირდება, არ გეპირფერები. ბოლო კითხვა დამისვი და უნდა მოვრჩეთ. ოღონდ უფლებას ვიტოვებ, რომ თუ კითხვა არ მომეწონება, არ გიპასუხო. ყოველი დღე უფალმა თითოეულ ჩვენთაგას გვაჩუქ. აი თვალს რომ გაახელ დილით, ანუ კმაყოფილი ხარ იმით, რასაც შენ აკეთებ. ჩემი საქმიანობით კი, მაგრამ როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში კმაყოფილი იყო გიგლა მაგიჟებ? ამას იმიტომ გეკითხები, რომ დიდად ვაფასებ შენს მოღვაწეობას იმ საქმეს, რასაც შენ ადგიხარ და მაინტერესებდა ამ კუთხით შენი აზრი. იმიტომ რომ მე თვითკრიტიკა მიყვარს ხოლმე ჩემთან დაკავშირები და შენს. წარმატებებს გისურვებ. მადლობ. გიგლა ბარამიძესთან საუბრის შემდეგ გეზი რატომღაც ახალციხის თეატრისკენ ავიღე. ჩემდაუნებრო თვალში მომხვდა უშიშროების ავტოც, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში შორიდან გვივლიდა, ფეხ გამომყვა, გამეღიმა. თეატრის ეზო გოგობიჭებით იყო სავსე. ეს ის თაობაა, რომელსაც პოლიტიკური თეატრის კულუარებზე ჯერ წარმოდგენა არ აქვს. თუმცა გავადროდა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა პოლიტიკური სპექტაკლის მთავარი რეჟისორი, ან სულაც აქტიორი გახდეს. ხო, ცხოვრება ხომ მართლაც თეატრია და ამას გიგლა ბარამიძის თავგადასავალიც მოწმობს.